რადიკალური ოპოზიცია სიამოვნეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და არჩევნების არაღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც 2016 წლის, არც 2020 წლის არჩევნები. სამივე არჩევნებზე დაჭირდა დრო იმისთვის, რომ და წნეხი იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. რა თქმა უნდა, აქაც იგივე ლოგიკას მიყვებიან და აპირებენ, რომ არ აღიარონ ეს არჩევნები. უკვე აქედანვე ამზადებენ საბაბს. მათ შორის ის, რომ არ უნდათ ელემენტარული სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა. მე იმედი მაქვს, რომ ამას ყურადღებას მიაქცევენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ეს არის პირდაპირ აღიარება იმის, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ასევე არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის. უბრალოდ ყოველისა ოპოზიციამ როგორც ყოველთვის აქაც გამოიჩინა აჩვენა თავისი სახე, რომ ზვათ არიან ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაყვნენ, მათ შორის ამოიფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი დასახიჩდა ომის დროს, როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. და ეხლა აი ამ გმირების სახელებს ეფარებიან. თითქოს საუბარი იყოს მათზე, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს იქნებოდა თუ სხვა დროს ომის დანაშაული ჩაიდინა. ომის დამნაშავეებს პასუხს გაცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს ქართული ოცნება. ის რაც მიატოვა ნაციონალურ მოძრაობამ ჰააგის და სტრასბურგის პროცესები, როდესაც ფაქტობრივად უიმედო იყო ეს საქმეები და ქართულმა ოცნებამ შემოატრიალა ორივე საქმე და მოიგო ორივე საქმე, ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ის ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული 2008 წელს უნდა იქნეს დასჯილი. სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ეგრეთ წოდებული შინასაქმეთა მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. ასე რომ, რაც შეეხება დამნაშავეებს, ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე. დამასრულებენ, ხო? არა, ვაგრძელებ. რაც შეეხება ომის დამნაშავეებს და მათ ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები, მათ შორის აწამა ანწუხელიძე, მათ მოითხოვებათ პასუხი მართლმსაჯულებით. მეორე და აღმოჩნდა სახე ჩვენი არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ რაც კიდევ უფრო სკანდალური არის, ჩვენი არასამთავრობო სექტორის, რომელმაც 20 ხალხს უწოდა მკვლელები და პირდაპირ გააიგივა 20 ხალხი ომის დამნაშავეებთან. აი ეს აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონები, რომლებიც თითქოს და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს უნდა მომსახურებოდა, აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორმა 20 ხალხი გამოაცხადა დამნაშავეებად, ომის დამნაშავეებად, რომელთანაც სალაპარაკოც ალბათ არაფერი არ აქვთ მათი გადმოსახედიდან, რაც არის ფაქტობრივად სკანდალი იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა კრიზისში იმყოფება ჩვენი არასამთავრობო სექტორი. რაც შეეხება პროცესს, ჩვენ არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა არის ქართველი ხალხის, მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს. შერიგება კი გულისხმობს სინაულს და ურთიერთპატიებას. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ერთიან საქართველოსკენ. და საერთო ჯამში აი ამ ყველაფერმა აჩვენა ერთი რამე. და ფაქტობრივად
იყო გარკვეულწილად კვლავ სახისჩვენება ჩვენი ოპოზიციის და რაც კიდევ უფრო სკანდალურია არასამთავრობო სექტორის, რომ მათ სინამდვილეში მშვიდობიანი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არც კი ესახებათ. ეს ის ხალხი არის, შეგახსენებთ, მათ შორის NGO-ს წარმომადგენლები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ამბობდნენ, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია და შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ, რომ უნდა იარაღი ვიყიდოთ და შევარდეთ ერთ თუ მეორე ტერიტორიაზე. აი ეს ის ხალხია და ამით აჩვენებენ, რომ მათ სინამდვილეში არც არასდროს დომებიათ მშვიდობა, რომ ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ეს გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ოპოზიციას და ამ NGO-ებს მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე. აი ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ აი ამ პროცესის ფარგლებში. ვის წინაშე იქით ბოდიში და გითხარით ეს ბოდიშის მოხდა რა პროცედურით ჩატარდება, რაღაცა საერთო განცხადებას გააკეთებთ, სადმე წახვალთ ბატონო შალვა რეზოლუციას შექმნით, კანონ პროექტს შექმნით ბოდიშთან დაკავშირებით თუ რას აპირებთ პროცედურა რო გაგვიმართო ბოდიშის მოხდა ოფიციალურად როგორ მოხდება და თქვენ აი ერთმა ამ წუთას იქით თუ არა ბოდიშს და ვის იქით ბოდიშს შალვა პაპუაში. ალბათ როგორ არ უნდა გიყვარდეთ საკუთარი ქვეყანა, რომ ასეთ სპეკულაციებზე მიდიოდეთ. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენ სამშობლოზე, რომლის ორი ტერიტორიაც დღეს მოგლეჯილი არის ჩვენი გულიდან. და აი ამ სპეკულაციებს რომ მიყვებით რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების, ეს სიმართლე გითხრათ არის დაკნინება თქვენი დამოკიდებულებისა თქვენი სამშობლოს მიმართ. კიდევ ერთხელ, ჩვენ არ გვაქვს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა. არ ვცდილობთ თქვენ რამე სხვა მიზანი გაქვთ. არიან პარტიები, რომლებსაც უფრო სხვა მიზნები აქვთ და მზად არიან შეწირონ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა სხვა მიზნებს. და ამას ზოგი ხმამაღლათაც კი ამბობს ხოლმე. მაცადეთ, კი პასუხობ. ზოგს აქვს სხვა მიზნები. ჩვენ და ქართველ ხალხს გვაქვს ერთადერთი ყველაზე უმაღლესი ეროვნული მიზანი, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ზოგიერთ NGO-ებს ესახებათ მხოლოდ ომის გზით. მათ ეს გვაჩვენეს ადრეც, გვაჩვენეს 2022 წელსაც, როდესაც ამბობდნენ, რომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ და გვაჩვენებენ დღესაც, როდესაც ამბობენ, რომ არანაირი შერიგება არ უნდა იყოს, რომ ოსები არიან თურმე დამნაშავეები და ომის დამნაშავებად გამოაცხადეს მთლიანი ერი ამ NGO-ებმა და ოპოზიციამ და დატოვებული აქვს მათთვის მხოლოდ ერთი გზა, ომის გზა და ამიტომაც არიან ომის პარტიები. და არის მეორე გზა, მეორე გზა, არის მშვიდობიანი ტერიტორიული მშვიდობიანი აღდგენის გზა, რომელიც გადის შერიგებაზე. სხვა გზა არ არსებობს გარდა შერიგებისა. და შერიგების გზა თავის მხრივ არის მხოლოდ ერთ რამეში. არის გააზრებაში თუ როგორ მივედით იქამდე რომ დღეს დაშორიშორებულები ვართ, გააზრება, დაფიქრება ყველაფერზე, სინაუნზე და ურთიერთშენდობაზე, სადაც საჭირო არის. ეს არის ჩემი პასუხი. აი, ვიპასუხე მაგაზია. უყურეთ, იმით იცით რატო? კარგით მე ხა. კარგით ეხა. მოგლეთ, უყურეთ, აი თქვენი კითხვა რაც შეეხება ზუსტად ესაჩვენებს თუ რამდენად ანტიქართულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. გულისხმობ იმას, რომ რუსეთის როლთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი.
რაც შეეხება ოსებთან ურთიერთობას, ეს გახლავთ შერიგების საკითხი. და ამას უნდა ხედავდეთ, ეს უნდა შეხედოთ, ამას უნდა შეხედოთ, რომ ერთი ეს არის დეოკუპაცია და სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლება მიაღწია იმას, რომ აღიარებული იქნა, რომ რუსეთს აქვს ჩვენი ორი ტერიტორია ოკუპირებული. სტრასბურგში მიგდებული საქმე ნაციონალ მოძრაობისგან, რომელიც განწირული იყო წაგებისთვის, ისე როგორც ჰააგაში. შეგახსენებთ, მტკიცებულებებიც კი არ ჰქონდათ მიტანილი. შეგახსენებთ, ისკანდერის ნაწილები, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო, გატანებული ჰქონდათ ამერიკელებისთვის. და 2017 წელს დააბრუნა საქართველომ და მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობამ, რომ დაგვიბრუნა ეს ნაწილები, იმიტომ რომ მტკიცებულება იყო იმ ომის დანაშაულებზე, რომელიც იყო ჩადენილი. სწორედ ქართულმა ოცნებამ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ოკუპაცია. ამიტომ ერთი საკითხი გახლავთ დეოკუპაცია და ეს გახლავთ რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, რომ მოხდეს დეოკუპაცია ქართული ტერიტორიების, მაგრამ მეორე საკითხი არის შერიგება. ჩვენ სახელმწიფო მინისტრი ყავს შერიგების საკითხებს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ეხლა სხერპლი ვართ ორივე, ქართველებიც და ოსებიც. ქართველებიც და ოსებიც ვართ სხერპლი ამ იმისი რომ დღეს ვარ დაშორიშორებული ერთმანეთისგან და იმისთვის რომ შევრიგდეთ ერთმანეთთან, ამისთვის არის საჭირო სწორედ ის პროცესი. მოდი კიდე ერთხელ უყურეთ, თქვენ უყურეთ ერთი წამით აქ სიახლე მე მგონი არაფერი არ არის. ისევე როგორც ის ომის დამნაშავეები, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს აწარმოებდნენ ომის დანაშაულებით ჩაიდინეს, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს. და ამიტომ რა თქმა უნდა, რაც შეეხება წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის როლს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ამაში ჩვენ ჩავეძიებით, ამაზე თავად, უყურეთ, რაც შეეხება მათ როლს, ერთი, თავად ნაციონალურ მოძრაობამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელშიც მათ კონფლიქტის ახალი ეტაპი წარმოიწყეს და ისინი დაეთანხმნენ ტალეაბინის დასკვნას, სადაც ეს ყველაფერი წერია. ამაზე აღიარებითი ჩვენებები მიცემული აქვს უკვე თავად ნაციონალურ მოძრაობამ. არა, ვიპასუხებ, თქვენ კითხვას დამისვით. რატომ არ პასუხობთ ჩემს კითხვას? შალვა პაპაშვილი იხდის თუ არა ბოდიშს, ვის უხდით ბოდიშს და რისგან? აი თქვენ რომ ამ საკითხს ესე აგდებულად და საქილიკოდ უყურებთ და ბოდიში და არა ბოდიშით, აი ეს არის სწორედ აჩვენებს რომ თქვენ და თქვენს უკან მდგომი პარტია ლელო და თაღლითი ხაზარაძე, აი როგორც იმას უყარს საქართველო და თავის სამშობლო, აი ესე აისახება ყველაფერი ამ კითხვებში. უყურეთ, აი ესე აგდებულად საქილიკოდ რო გაქვთ საქმე, თქვენ ვერ ხვდებით, მე მგონი, თუ რამხელა ჭრილობა აქვს მიყენებული ქართველ ოს და აფხაზ ხალხს. ამას ან ვერ ხვდები და ვერაცნობიერებთ, ან უბრალოდ ესე ვთქვათ, რა ვიცი, კითხვა გაქვთ გამზადებული. თქვენ ვერ ხვდებით რა ჭრილობა აქვს ხალხი, ჩვენ საუბრობთ ხალხებზე. აი კიდე ერთხელ ურევთ თქვენ ერთმანეთს ომის დამნაშავეებს, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს და მათ ომის დამნაშავეებს ეძახით ოს ხალხს ეძახით, როგორც NGO-მა გამოაცხადეს ოს ხალხს, ის ვინც აწამა ჩვენი ჯარისკაცები, ის ადამიანები კონკრეტულად არიან ომის დამნაშავეები და პასუხს აღებენ მართლმსაჯულების წინაშე, ისევე როგორც მივახცეთ ჩვენ, რომ ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა მაშინდელი ეგრეთ წოდებული ოსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრის, იზოლატორის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ასე დაიჯება ყველა ომის დამნაშავე. მაგრამ უყურეთ, რაში არის? პრობლემა იცი რაში არის? ორი დღეა ოპოზიციის მედია და NGO-ები და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ოს ხალხს ეძახიან ომის დამნაშავეებს. ხალხს
ამაზე მეტი გაღვივება შუღლის რა უნდა იყოს და ამას აკეთებენ NGO-ები, რომლებიც ზუსტად ესე აღრევით, რომ თითქოს საუბარი არის ომის დამნაშავეებზე და კიდევ ერთხელ სპეკულირებით და ამოფარებით ჩვენი გმირების სახელების უკან ელემენტარულ ჭეშმარიტებებს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ და ელემენტარული ჭეშმარიტება არის შემდეგი. კიდევ ერთხელ გიპასუხეთ თქვენ კითხვაზე. ელემენტარული ჭეშმარიტება არის, რომ არ არსებობს მიზანი იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ერთი. მეორე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მესამე, მშვიდობიანი გზა გულისხმობს შერიგებას და მეოთხე, შერიგება გულისხმობს გააზრებას იმისა, თუ რა ჭრილობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის მიყენებული, რა ჭრილობებს ვატარებთ ერთმანეთისთვის, გვაქვს გონია რომ ერთმანეთს მივაყენეთ ან არ მივაყენეთ, ამ ყველაფრის გააზრება და სადაც საჭირო იქნება იქ სინანული, სადაც საჭირო იქნება იქ ურთიერთშენდობა. ერთი წამით გისმენთ? რომელ მედიას წარმოგიდგენთ? კი ბატონო. უყურეთ კიდე ერთხელ, არა ეს უყურეთ, აი ეს არის მთელი პრობლემა ხოლმე, რომ ოპოზიცია, მისი მედია, NGO-ები შეხმატკბილებულად პროპაგანდისტულ ტალღებს აწყობენ იმისთვის, რომ ადამიანების ემოციებზე ითამაშონ. არა მხოლოდ ომში დაღუპული ან მონაწილეების ოჯახის წევრებზე, ჩვეულებრივ მორიგით მოქალაქეების ემოციებზე ითამაშონ. აღრიონ ერთმანეთში ომის დამნაშავე და ოსი ხალხი. თუ რა არის გამოსავალი? ოს ხალხს ეძახით დამნაშავეებს? ოს ხალხს ეძახით ამას? ანუ ოს ხალხთან ჩვენ არ გვაქვს სალაპარაკო არაფერი თქვენი აზრით? ჩვენ არ გვაქვს საერთო ჭრილობები ოს ხალხთან ერთად, რომელზეც უნდა ვისაუბროთ? აი ეს არის პროცესი და კიდევ ერთხელ ერთ რამეზე იცით რა, დღეს რო რაღაცებს თითქოს ვიღაცებმა აღმოაჩინეთ. შერიგების მინისტრი არსებობს და სამინისტრის პორტფელი არსებობს. რატომ არის ეს ყველაფერი? თუ შესარიგებელი არაფერი არ აქვს და შერიგება როდის არის საჭირო? როდესაც საჭირო არის ერთმანეთთან საუბარი, ჭრილობებზე საუბარი, სადაც საჭირო არის იქ სინანული, სადაც საჭირო არის ურთიერთშენდობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობის როლს ჩახედეთ მათ აღიარებებს. როგორც ხდები ხა ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ვნახავთ ალბათ დადგება რიგი ოპოზიციის მასთან შესახვედრად. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან არანაირი სურვილი არ არის მასთან შეხვედრით. შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხოელი პოლიტიკოსი დადგა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ამიტომ ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს იმაში, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართულ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამით ყველაფერი ნათქვამი არის და სამწუხაროა დღემდე მისი მხრიდან ჩვენ სინანული ამ საკითხზე არ გვსმენია. თავისთავად, როდესაც ჩამოდის ოპოზიციის მხარდასაჭერად, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩარევას შიდა პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიაში. თუმცა რა ვიცი, ახლა ხედავთ ჩვენ რომ ზოგადად ოპოზიცია როგორც ჩანს იწონებს მის ამ პოზიციებს, იწონებს მის მიერ ეკლესიის შეურაცხყოფას, ხელისუფლების შეურაცხყოფას, ხალხის შეურაცხყოფას. ამიტომაც გამოჩნდება დღეს რომ კიდევ ერთხელ რომ რიგი დადგება ალბათ მასთან შეხვდებიან. რა ვიცი, ქართველ ხალხს ექნება 26 ოქტომბერს აირჩიოს, შესაძლოა აირჩიოს, უნდა მათ იარონ მიხაილ როტის ჭკუაზე, თუ უნდა იაროთ საკუთარ ჭკუაზე.
ეწოდება იმას, რომ სიმხედა რომ ჩამოსვლის ნანავე ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო პოზიციაში. ვიცი, აგე ვახსენეთ და კიდევაც რახან ესე მოხდა, ესეც დასტური ამ ყველაფრის, რომ ჩვეულებრივად არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში. მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ასახავენ ამას თავის ანგარიშებში, როგორც უცხო ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკოსის ჩარევას საარჩევნო კამპანიაში. მე გარწმუნებთ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რო ჩასულიყო იქ და ისე მოქცეულიყო, როგორც იქცევა ახლა ბატონი როთი, ეს რა თქმა უნდა იქნებოდა დიდი სკანდალი იმ ქვეყანაში, მაგრამ რა ვიცი, ეს არის პრობლემა საერთო ჯამში, რომ ზოგს ევროპელობა გონია ზემოდან ყურება პატარა ქვეყნების და რა ვქნათ ახლა რაღაც დონემდე ჩვენ რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამე ჩვენ ხელში არის ამაზე საუბარი საჯაროდ და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვიზოთ. კიდევ ერთხელ შეახსოვოთ დიალოგს გადავყარეთ და რამდენად ვთქვათ შანსი ნაციონალურ ისინი თხოვენ დებატებში დაჭდა მას. თუ სიმართლე არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ არანაირ ფინანსურ დახმარებას არ გვაძლევს 15 მილიარდზე და ფიქრობ, მაშინ რატომ არ ვხვდებით ოპოზიციას დებატებში მოგზავნით მაგალითად ჩვენ. პირველი თუ ეს სიმართლე არის, რა სჭირდება ამის დებატები? ქართველ ხალხს უმალავენ ამ სიმართლეს თუ რა გონია დღისი არის ხალხი ეცო. ეს არის ოსტაპ ბენდერის დონის ტყუილები, რასაც ავრცელებს ოპოზიცია. ნუ გიორგი ვაშაძეს პრინციპში შეეფერება ის ეჭიდება ხოლმე უფრო სუყე ტყუილებს და წვიმან ტყუილებს არკადულობს და ამიტომ მის სტილში ეს ყველაფერი. რა გითხრათ ახლა სხვათა შორის რა არის ის საინტერესო ამისინაც თქვი რომ უკვე რამდენი ერთი კვირა ალბათ არის, ალბათ მეტი, რაც ეს აბსოლუტური ასე ვთქვათ აფერა წამოიწყო ნაციონალურ მოძრაობამ 14 მილიარდთან დაკავშირებით. ჩვენ ყავს NGO-ები, რომლებიც მილიონებს იღებენ უცხოეთიდან იმისთვის, რომ ვითომ უნდა ამხილონ დეზინფორმაცია და მათ შორის განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიაში ტყუილები ამხილონ. და სწრაფები არიან ხოლმე იმისთვის, რომ იქნებ ქართული ოცნება რაღაცაში გამოიჭირონ და ასე შემდეგ. არც ერთ NGO-ს, უცხოური დაფინანსების NGO-ს ხმა არ ამოუღია ამ სიყალბეზე, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობა ავრცელებს. ამიტომ აქაც დონორები, ესეც უცხოური ჩარევა არის არჩევნებში, იმიტომ რომ უცხოელები იხდიან ფულს და გვეუბნებიან რომ თუ კი რაიმე ტყუილი იქნება, აი შეხედეთ, ეს არის ინდიკატორი, ეს NGO თუ იტყვის რომ ტყუილია, ესე იგი ტყუილია, სიმართლე და თუ ჩუმად არის, ესე იგი ეს ტყუილი არ ყოფილა. და ასე გაჩუმებულები ყავთ ეს NGO-ები, ხმას არ იღებენ იმისთვის, რომ ამ ტყუილმა და სიყალბემ მოიაროს ადამიანების, მოიაროს მედია, სოცქსელები, შევიდეს ადამიანის ტვინში და გაჯდეს როგორც სიმართლე. ესეც არის უცხოური ჩარევის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ეგრეთ წოდებული NGO-ები, მილიონერი NGO-ები ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ ამაზე. ეს ერთი, რაც შეეხება დებატებს, ოპოზიციას საგაზაფხულო სესიის დროს, რომელიც დღეს გვექნება ბოლოსხდომა პრინციპში, ხო ალბოდიში, ხო საშემოდგომოს ბოლო გვექნება, მთლიანი საგაზაფხულოდან მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, 7-ჯერ შეეძლოთ მასთან დებატები საპარლამენტო ფორმატში. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს. შეეძლოთ დაებარებინათ პარლამენტში და გაემართათ მასთან დებატები. შეეძლოთ მოსულიყო ყოველწლიურ ანგარიშსა და გაემართათ მასთან დებატები. და რატო არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ. არაფერი სათქმის წინამდეში არ აქვს. ჩვენ ხო ხედავთ რომ მათი მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეს არის უცხოური განცხადებები. დააკვირდით, დღე არ გადის უკვე. აგვისტოში დღე გამოშვებით იყვნენ ყოველ მესამე დღეს და სექტემბრიდან დღე არ გადის, რომ რაიმე აი ხლა ჩამოვიდა მიხეილ როთი, სადღაცას რაღაც განცხადება, სადღაცას რაღაც რეზოლუცია და ასე შემდეგ. ყოველ დღე აძლევენ თემას ოპოზიციას იმისთვის, რომ რაღაცა სასაუბრო იყოს. თავად ოპოზიციას სათქმელი არაფერი არ აქვს, მთლიანად მათი კამპანია აწყობილი არის და მართული არის გარედან.
ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ხა საუბარი ბევრი არის, მათ შორის ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან არის ბოლო პერიოდში ასევე ხშირად ასეთ თემებზე საუბარი. მე ვერაფერს ამაზე ვერ ვიტყვი, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით, ამას ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, ვაკვირდებოდით, ხო? როგორ ითხოვდნენ ჩვენგან, რომ გაგვიგზავნა მეომრები უკრაინაში საბრძოლად. რა არის ეს თუ არა ომში ჩათრევა? როგორ ითხოვდნენ ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას? რა არის ეს თუ არა ომში ჩათრევა? როგორ ითხოვდნენ ჩვენგან ჰაერის დაკეტვას და ასე შემდეგ რუსეთისთვის? რა არის ეს თუ არა ომში ჩათრევა? ამიტომ ამას ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებოდით და დღეს ამ დღეებში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ის NGO-ები, რომლებიც აქ ცეცხლის წვიმას ნატრულობდნენ და რადიკალური ოპოზიცია შეხმატკბილებულად პირდაპირ დაარტყეს ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას და ფაქტობრივად თქვეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გზად ისინი ხედავენ ომს. და კიდევ ერთხელ გავმეორდები, ის რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ამან გააშიშლა და გარკვეულწილად იყო false-start, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის, ამ NGO-ისთვის, რასაც ისინი ამზადებენ, როგორც ჩანს, რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე. ეს არის როგორც ჩანს მათი ჩანაფიქრი და ამიტომ არის, რომ გამოაცხადეს ლამის ომის დამნაშავეებად ოსები და აფხაზი, ოსი ხალხი და აფხაზი ხალხი. უყურეთ, რატო ვამბობ მე, რომ ეს არის ძალიან საწყენი და ამავე დროს ძალიან რა სიტყვაც გამოვიყენე, ხა იმას ვიხსენებ, არის ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების როგორც პროცესის მიმართ. თქვენ აქ არაფერს რაღაც ახალს კი აღმოჩენა კი არ ხდება. ჩვენ უკვე წლებია, როცა ვაცხადებთ, რომ მშვიდობიანი ტერიტორიული მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკა არის, ამის მთავარი ნაწილი არის შერიგება. შერიგება ეს არის პროცესი. და ასე აგდებულად, რომ იმან ბოდიში თქვა, ამან ბოდიშია თქვა, და ზუსტად ამას გულისხმობს. და სხვა ჩვენს ბიძინა იმაში, რომ იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა. ყველაფერი, არაფერი ახალს ჩვენ არ ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ ერთი და იგივეს. ჩვენ 2012 წელს და მან ციტატას კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, იგივე თქვა 2012 წელს. და იგივეს ვამბობთ ჩვენ ყოველდღიურად. ყოველდღიურად ვამბობთ ამას. ვამბობთ იმას, რომ პირველი უმაღლესი მიზანი ჩვენი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კი თუ არა, გითხრას ოპოზიცია. მეორე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით. კი თუ არა, ვიპასუხოს ოპოზიციამ და NGO-ებმა. მესამე, მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გულისხმობს შერიგების პროცესს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოს ხალხზე და აფხაზ ხალხზე. კი თუ არა. და მეოთხე, შერიგების პროცესი რა არის ეს თუ არა, პროცესი, რომელიც არის რთული, ძიმე და გასავლელი. და ერთი რამე მინდა კიდე აქ თქვა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება მათ შორის იმისთვის, რომ ხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება ჩვენს გარშემო მოვლენები და ვხედავთ, რომ სულ უფრო ახლოს არის ან გარკვეულწილად რეალური ხდება შანსი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა. და ჩვენ თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვინაიდან ამ პროცესს დასჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები და ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ ცვლილებებს. და რამ აძლევს იცით? აი ეს ორი დღე, სადაც ოპოზიცია, NGO-ები და მათი მედია არის ჩართული. აი ეს ორი დღე ზუსტად ამას არ გვაჩვენებს. ამას არ გვაჩვენებს, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან ყველაფერს. წარმოიდგინეთ, საუბარი გვაქვს შერიგებაზე, ეწინააღმდეგებიან, რომ ოსები და აფხაზები არიან თუნდაც მტრები, დამნაშავეები და მათთან როგორ შეიძლება შერიგებაზე, შენდობაზე, სინანულზე, პატიებაზე, ურთიერთ შეთანხმებაზე იყოს საუბარი. ეს არ გვესმის ორი დღე პირდაპირ შუღლს აღვივებენ, რომ არანაირი ჩვენ არ გვაქვს სასაუბრო იმასთან დაკავშირებით, თუ ეს ჭრილობები რამ გამოიწვია ერთმანეთთან, არ გვინდა გავიაზროთ, ჩვენც ხომ არ ვატკინეთ ვიღაცას გული, ჩვენც ხომ არ დაუტოვეთ ვიღაცას იარა და ამისთვის ხომ არ არის სინანული და ურთიერთშენდობა საჭირო. ხომ დაინახეთ ელემენტარულ რაღაცას, ხომ შერიგებაზე ვსაუბრობთ, ელემენტარულ რაღაცას შერიგებისას ხო არის საუბარი, სინანული ურთიერთშენდობა. ეს ხომ ელემენტარული არის. ამ ელემენტარულზეც რომ ესეთი რეაქცია აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, როცა იქნება საკითხები
და ღმერთმა ქნას ეს მალე იყოს, როცა იქნება საკითხები ტექნიკურ პოლიტიკური ხასიათის მოსაწესრიგებელი ის თუ როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ერთიან ქვეყანაში აქ ოპოზიცია აუცილებლად დაბლოკავს ამ გადაწყვეტილებას ამიტომ ეს ორი დღე და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება იმიტომ ზუსტად მათი ეს ფალსტარტის პროვოცირება მოახდინა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ რომ პირდაპირ დაგვანახეს რომ ისინი არაფერს არ გააკეთებენ და პირიქით ყველანაირად დაბლოკავენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რატომ იმიტომ რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე და ამისთვის ამზადებენ ამ ქვეყანას რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენ ტერიტორიებზე და ისე გავიაროთ ეს გზა მოგიბრუნდეთ რა თქმა უნდა ზოგადად დინამიკა მაღალი დონის ვიზიტებისა სომხეთს და საქართველოს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი ქვეყნები და ეხლა ჩვენი რეგიონი მთლიანად არის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენს გარშემო არის ბევრი კონფლიქტი და მნიშვნელოვანი არის ამ რეგიონის სტაბილურობისთვის იმისთვის რომ იყოს მჭიდრო გაცვლა შეფასებებისა, რაც ჩვენ გვაქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ორმხრივ ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს თანამშრომლობა არის განმაპირობებელი ჩვენ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის, რაც თავის მხრივ გულისხმობს ჩვენი ერების კეთილდღეობის ამაღლებას. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და მიმართავთ სალომე ზურაბიშვილის ამასთან დაკავშირებით, უკვე ეს მიმართვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას სპეციალურად გავახმოვანებთ კიდე ცალკე. რაც შეეხება ჯილდოზე წარდგენას, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა არის, სპორტული მოვლენა კიდე ერთი ჩვენ ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის ის, რომ ჩვენ გვყავს ორი UFC-ის ჩემპიონი, რაც იშვიათია ზოგადად მსოფლიოში რამდენადაც ვიცით, სულ სამ ქვეყანას ჰქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ორი ჩემპიონი ერთდროულად ყავდა და აი ჩვენ აღმოჩნდით მეოთხე ასეთი ქვეყანა, რომელსაც ყავს ერთდროულად ორი ჩემპიონი. მინდა მადლობა გადაუხადო მას იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ მოგვანიჭა, ჩვენ ნახეთ ქართველი ხალხი დილით უცენია როგორც ეს არ ხდება ხოლმე რომ ხალხმრავლობა არის ასე დილით თბილისის ქუჩებში, მაგრამ გამოსული იყვნენ იმისთვის რომ ეკომაგათ მისთვის და აღენიშნათ საბოლოოდ მისი გამარჯვება. აქეთ და მე ანა პასუხი არ მაქვს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პროცედურა და მისი საკითხი და ვერანაირად ხამაში ჩვენი რამე პოზიცია ვერ გვექნება, მას აქვს თავისი დრო, ვადა იმისთვის, რომ ესეთი საკითხები გადაწყვეტოს ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც მომჩივანი ხარ, ჩვენ ამ შემთხვევაში პარლამენტი მოპასუხე მხარე ვართ, ველით ამ გადაწყვეტილებას ზოგადად ჩვენ ნახეთ თლიანი პროცესი და ნახეთ და მინდა ამ ვისარგებლო კიდე ამ შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გადავხადო მადლობა იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ აჩვენეს თლიანად საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ყველას ვინც დაინტერესებული იყო ამ პროცესით. ნახეთ მეორე მხარეს პოლიტიკოსები, რომელიც ცდილობდნენ იურისტობას და იურისტები, რომელიც ცდილობდნენ პოლიტიკოსობას და მე მგონი მთლიან პროცესმა დაგვანახა, რამდენად აბსურდული იყო მათი პოზიციები. მე ვნახე ახალგაზრდათა ასოციაციის განცხადება ამასთან დაკავშირებით აიჩი ევროპაზე თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პროცესის დაწყება, მათ შორის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სთან ქონდათ პრობლემები. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდათა ასოციაცია აქვს ინტერესთა კონფლიქტი ამ საკითხთან დაკავშირებით და წესით უფრო მორიდებული უნდა იყვნენ კომენტარებში.
ვინაიდან აირჩიეს საქართველოს საჯაროდ ხედავთ, რომ ისინი ეწევიან ქართული ოცნების საწინააღმდეგო აგიტაციას, აწყობენ ღონისძიებებს, მათ შორის საკონცერტო ხასიათისა და ასე შემდეგ და სხვა სახის შეხვედრებს, ღონისძიებებს აორგანიზებენ და აწყობენ ღონისძიებებს იმისთვის, რომ გაწიონ საარჩევნო აგიტაცია ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი, რასაც ჩვენ ხედავთ თვალები და მათ შორის ეს ჩვენ ავსახეთ ჩვენს ანგარიშებში, რომელიც გივი მიქანაძემ გუშინ გაგაცნოთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ისევე როგორც სხვა NGO-ები, რომლებმაც უკვე გამოაქვეყნეს შუალედური ანგარიშები, მათ თვალი დახუჭეს ამ დარღვევაზე და არ აღნუსხეს ეს საარჩევნო დარღვევა. ამიტომ რა თქმა უნდა, მათ ეხლა რო თქვან, რომ ანტიკორუფციული სამსახური მართალი არის, მათ უნდა თქვან, რომ მათ დამალეს და არ აღნიშნეს ანგარიში, რომ ეს იყო წინასაარჩევნო აგიტაცია და შესაბამისად ეს იყო უკანონო შემოწირულობა, ან რა ფორმად შეიძლება მას ჰქონდეს. ამიტომ მას აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ამ საკითხთან დაკავშირებით და ცდილობს, რომ საკუთარი ასე ვთქვათ, თვალის დახუჭვა და არ მხილება ამ კამპანიისა ეხლა რაღაცნაირად გადაფაროს კრიტიკული განცხადებებით. და აქ მინდა ხაზი გაუსვა, მე არაერთხელ აღნიშნავს დონორებთან, მათ შორის ამ არჩევნების წინაც, როდესაც ხონდა დონორებთან შეხვედრა, ყველას საგანგებოდ ყველასთან აღნიშნე და მოუწოდე, რომ მიაქციონ ყურადღება, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ, არ იყვნენ ყველაფერს მოდებული. ვინაიდან ეს იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ ვხედავდით წინა არჩევნებში, რომ ერთი და იგივე ორგანიზაცია, იქნება ეს SAIA, ისვედი თუ სხვები, არის როგორც დამკვირვებელი, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, ასევე არის შემეხობები მომჩივანი სასამართლოში, ან უკვე მხარეა და მხარის პოზიციიდან რა თქმა უნდა ცდილობს რომ გაამართლოს თავისი პოზიციები. შემდეგ გადაწყვეტილება რომ არ მოუწევს, არის იმ სასამართლოს მონიტორინგსაც ისაკეთებს და აფასებს, რომ სასამართლოს სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არასწორი გადაწყვეტილება და ამას ისევ ბოლოს აღსახავს თავის ანგარიში. ეს არის ტიპიური ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით და რომელიც საერთო ჯამში არის არაჯანსაღი მონიტორინგის საფუძველი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ რა შეიძლება ჩვენ შევქმნით ძალიან ანტიკორუფციული ბიურო, იმიტომ რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, როგორც გახსოვთ, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა 12 რეკომენდაციით და 9 რეკომენდაციით მისი ეფექტიანობის გაზრდა. ნებისმიერ აბა როგორ ფიქრობთ ახლა აღორეთ ეს ნებისმიერ რა თქმა უნდა იმისთვის რომ მოიკვლიოს საკითხი მას შეიძლება ინფორმაციები და აქ არის მათ შორის სასამართლო კონტროლის ჩადებული შიგნით იმისთვის რომ ის რა ინფორმაციასაც მოითხოვს, იყოს სათანადო ინფორმაცია, ამის კონტროლი ხდება. თქვენ ნახეთ, ახლა პირველი ინსტანცია გაიარა ამ საკითხმა, თუ არ ვწდები, აპელაციაშიც გასაჩივრებულია და ამ ინსტანციასაც გაივლის. ეს არის დემოკრატიული პროცესი. ვერ გეტყვით, არ ვიცი მართლა გითხრათ ეს ფაქტთან დაკავშირებით ვგეტყვით. ზოგადად ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, პირიქით თავდასხმის ობიექტი არის ქართული ოცნების კამპანია, მათ შორის ახლა აი გორშიც რო ქონდა, იქ თავად შემდეგ ადამიანმა თვითონ აღიარა, რომ წინასაარჩევნო აქციაზე ესე იგი, რა ქვიათ, მელია გვარამიას პარტიის წარმომადგენელი თავადვე ამბობს, რომ ჩვენ საარჩევნო ღონისძიებას მოვიდა და ვამბობდიო, მონებიო და ასე შემდეგო და რა არისო, რატო გაბრაზდა ხალხიო. აი ხა ეს არის რამე ნორმალური ამაში და ეს არის თუ არა ეს ხელი შეშლა საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ ჩვენ რასაც ვხედავთ წინასაარჩევნო და გივი მიქანაძემ გუშინ ამაზე შეაფასეთ, ამ კვირაში ჩვენ გვექნება ივნისიდან სექტემბრის 15-ის ჩათვლით გვექნება უკვე სრული ანგარიში. ჩვენი დაკვირვება არის შემდეგი, რომ ძირითადი დარღვევები რაც ჩანს, ეს არის რომ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ცდილობენ ჩაშალონ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და ვნახეთ, რომ მათ შორის მათი სიძულვილის კამპანია მისცემდაც მივიდა, რომ ადამიანი გარდაიცვალა იმ სიძულვილის ენით, რომელსაც ისინი კულტივირებენ და მეორე ეს არის უცხოური ჩარევა ჩვენ საარჩევნო პროცესში, რაც გახლავთ, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული ქცევა. კარგია რომ ზოგიერთმა შეწყვიტა, დანიის შემთხვევაში
კარგია რომ საბოლოო ჯამში მიხვდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და შეაჩერეს ის კამპანია რაც ჰქონდათ, ასევე მოუწოდებს სხვა კამპანიით რომ ყველა ამ NGO-ების უკან, ხო, მე არ ვიცი, აეჩ საქართველოს არის თუ მეორე არის კიდე რაღაც მიმდინარეობა, რომელსაც 30 NGO არის გაერთიანებული, აღარ ვიცი რა ქვია იმას, ყველაფერი უცხოეთი და ფინანსდება. და ეს როდესაც არის აგიტაცია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან რომელიმე პარტიის საწინააღმდეგოდ, ეს არის ჩვეულებრივ ჩარევა საარჩევნო კამპანიაში. არა, რა თქმა უნდა, არც ერთ თავდასხმის მისაღები არ არის. როგორ წარმოგიდგენიათ, რა ფორმით უნდა მოიხადონ საქართველოს მოქალაქეებაზე ინდივიდუალურად, რომ მოიხადოს ინდივიდუალურად ბოდიში, თუ აი ბოდიშის რეზოლუციას აფიქრებთ, რომ შემომუშავოთ. ხო, ვფიქრობ, რომ ბოდიში გვაქვს მოსახლე. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ტელევიზიას ყავს თაღლითი დამფინანსებელი ხაზარაძის სახით, რა თქმა უნდა, კითხვებიც იქნება აგდებული საქილიკო კითხვა იქნება აგდებული საქილიკო იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ერის ყველაზე დიდი ჭრილობა უკვე რამდენიმე 10 წლეულია. ამ ჭრილობით დადის არა მხოლოდ ქართველი ერი, დადის ოსიერი და ასევე აფხაზი ერი. ეს არის სამი ერის ჭრილობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც მისმენთ, ეს ჭრილობები ჩვენ ერთმანეთს მივაყენეთ. და იმისთვის რომ ჩვენ აღვადგინოთ ჩვენი ერთიანობა, თქვენ წეგან არიყავით, ამიტომ თქვენთვისაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი უმაღლესი მიზანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. და ეს ხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და იმისთვის რომ ეს მოხდეს მშვიდობიანი გზით, ამის ერთადერთი გზა არის შერიგება. და შერიგება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან იმ ჭრილობებზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და სადაც საჭირო იქნება, იქ ჩვენი სინანულის გამოთქვათ და ურთიერთპატიებაც გქონდეს. ზაზაშვილის სორის განცხადება მინდა რომ გაჩვენოთ საკითხი, რომ შეუძლიათ თუ არ გინდა სახელი. მოგლეთ, უყურეთ, პრობლემა არის იმაში, როდესაც მე თქვენს კოლეგებს ამაზე უკვე ვცლად ვუპასუხე. მე ამ ვაშკი ჩვენი გმირების ლაშქრობებით ვსდით შვილებს და რას პასუხობთ ბოდიში აგებს მოსახლეო ბოდიშს უხდიან თავად გმირების სულებს ოჯახის წევრები გარდაცვლილების შვილები ცოლები დედები რას პასუხობთ ჩვენ ვართ ქვეყანა რომელმაც რამდენიმე ომი გამოვიარეთ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც ბევრი ოჯახი ყავს რომელმაც დაკარგა თავისი ოჯახის წევრი ამ ომებში ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც 20 ოჯახები არიან, რომელმაც დაკარგეს თავისი ოჯახის წევრები, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აფხაზი ოჯახები არიან, რომელმაც დაკარგეს თავისი წევრები, ოჯახის წევრები, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქართველი, ოსი და აფხაზი ერი ვატარებთ ჭრილობებს. ამ ჭრილობებზე ჩვენ თუ გვინდა რომ შევრიგდეთ, უნდა ვისაუბროთ ამ ჭრილობებთან დაკავშირებით, და ამისთვის იმიტომ რომ ის თაღლითი პოლიტიკოსები, რომლებიც სრულად აი ამ საკითხებზე სპეკულირებენ, იმიტომ მათთვის ერთადერთი იმისთვის რომ უყურეთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც სპეკულირებენ ამ საკითხებით. უყურეთ კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა გვინდა თუ არა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა. გინდა თქვენ ეს თუ არ გინდათ? თქვენ არა. თქვენ გინდა თუ არ გინდათ? თქვენ გინდა თუ არ გინდათ? თქვენ გინდა თუ არ გინდათ? კარგი. თქვენ გინდა თუ არ გინდათ? თქვენ გინდათ? თქვენ გინდათ? თქვენ გინდა რუსეთი რა შუაშია? რუსეთი რა შუაშია? რუსეთი რა შუაშია საერთოდ? რა შუაშია? არა. სხვათა შორის ეს გინდა გიპასუხო. სხვათა შორის ამ სასამართლოში ნაციონალურ მოძრაობამ რო ჩააფლავა მთელი პროცესები, ქართულმა ოცნებამ მიაღწია იმას, რომ ომის დამნაშავეებზე, რომელიც დაადგინა ჰააგის სასამართლომ, გამოცემული არის დაკავების ორდენი. ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ. რაც შეეხება უყურეთ, თქვენ კიდევ ერთხელ მე როგორც ვხედავ ვერ გაგებინებთ თავარ საკითხს.
თქვენ ვერ გაგებინეთ თავარ საკითხს და ეს არის პრობლემა, რომ ასე აგდებულად უყურებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. თქვენი უყურეთ კიდევ ერთხელ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი მიზანი. ეს შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით. და ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა იმაზე, რომ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. არის პოლიტიკური ძალები, რომელსაც უნდა ეს გააკეთონ ომით და არიან NGO-ები, რომელსაც უნდა ეს გააკეთონ ომით. 2022 წელს ისინი მოგვიწოდებდნენ ჩვენ, რომ გამოგვეყენებინა შესაძლებლობის ფანჯარა, რუსეთი იყოს სუსტი, აგებდა ომს უკრაინაში და გამოგვეყენებინა ეს ფანჯარა იმისთვის, რომ ომით აგვედგინა ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ ქართული ხალხის არჩევანი არის მშვიდობა. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გულისხმობს გადის მხოლოდ ერთ რამეზე, შერიგებაზე. აი თქვენ გაიცით პასუხი შერიგება როგორ შეიძლება.